შენც ხშირად იბნევი და ფიქრობ, რომელია სწორი ფორმა? მაშინ მომისმინე და გარწმუნებ, რომ აღარ შეგეშლება ეს საკითხი. პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ S ეს არის მესამე რიბობიექტური პირის ნიშანი, რომელიც იწერება 9 თანხმოვნის წინ. აუცილებელია განსაზღვროთ, რამდენპირიანია ზმნა და არის თუ არა მათ შორის ირიბი ობიექტი. პირველ წინადადებაში ზმნა არის სამპირიანი, სწერს ის მას, მოცემული სამი პირიდან ერთი გახლავთ ირიბი ობიექტი, ასევე ზმნის ფუძე იწყება C თანხმოვნით და სწორედ ამიტომ დაირთავს ის S თანხმოვანს, ირიბობიექტური პირის ნიშანს, ხოლო მეორე წინადადება არის ორპირიანი, რომელშიც საერთოდ არ მოგვეპოვება ირიბი ობიექტი, ამიტომაც აქ უკვე S-ს დაწერა არის ზედმეტი. არ სჭირდება ამ შემთხვევაში ზმნას ირიბობიექტური პირის ნიშანი.